აბა, მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო, მაყურებლობო, პირველ რიგში ყველას გიხდით მადლობას არხის გამოწერისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და ასევე მადლობას გადავუხდი Mitsubishi Motors, რომელსაც გვათხოვა ეს შესანიშნავი მანქანა ტესტ-დრაივისთვის. დღეს მოვიარეთ გრუნტიანი გზა იქნება, ქალაქი იქნება თუ სხვადასხვა დაბრკოლებები გადავიღეთ და ჩვენ აზრს მოგახსენებთ ამ მანქანასთან დაკავშირებით. მოდი დავიწყოთ ზოგადი აღწერილობით, რა მანქანა არის ეს, რას წარმოადგენს, ცოტა ისტორიული რაკურსით შევხედოთ ამ ყველაფერს და მერე გავაგრძელოთ უკვე უშუალოდ ამ მანქანის შესახებ საუბარი. ეს მანქანა არის Mitsubishi L200, არ იქნება ზედმეტი თუ ვიტყვი რომ საკმაოდ ბრჭყალებში ლეგენდარული არის პიკაპებში, იმიტომ რომ უკვე მე-6 გენერაცია არის რაც გამოდის, საკმაოდ ცნობილი არის მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრი ადამიანი გამოიყენებს მას სხვადასხვა ქვეყნებში და არის საკმაოდ პოპულარული მისი სიმარტივით, გამძლეობით და უტილიტარულობით, რაც უშუალოდ პიკაპთან არის დაკავშირებული, ანუ გამოიყენება საქმისთვის, ნებისმიერი ტიპის სხვადასხვა ბიზნესისთვის თუ ასე შემდეგ. მე-6 თაობა გამოსული არის სულ რაღაც 1 წელია, 2024 წელს, 23 წლის ბოლოს 24 წელს გამოვიდა ეს გენერაცია და განსხვავებით წინა გენერაციებისგან, ეხლა წინა გენერაციების ისტორიები რომ მოგვიყოთ, უშუალოდ ვისაუბრებთ უკვე ამ მანქანაზე, თუ რა სხვაობები არის და რა არის შემოთავაზებული ტექნიკურად ამ მანქანაში. გადავიდეთ ეხლა მცირე ტექნიკურ დეტალებზე, რაც უნდა იცოდეთ აუცილებლად ამ მანქანის შესახებ. ძრავი არის 2.4 ტურბოდიზელი, ამ შემთხვევაში გვხდება უკვე 2 ტურბინიანი ძრავი, განსხვავებით წინა მოდიფიკაციებისგან, ანუ წინა გენერაციებისგან განსხვავებით, გამოიმუშავებს დაახლოებით 180-185 ცხენის ძალას და 430-450 ნიუტონ-მეტრს. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის თუ როგორი კომპლექტაციის მანქანას იყიდით, არის ვერსიები, რომელსაც აქვს 140 ცხენის ძალა, ასევე არის ვერსიები, რომელსაც აქვს 203 ცხენის ძალა, თუმცა ჩვენთან ძირითადად შემოდის 180 ცხენის ძალიანი ვერსიები. აღნიშნული მანქანა კონკრეტული არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე არსებულ მანქანებს შორის უმაღლესი კომპლექტაციით, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა ავტომატური გადაცემათა კოლოფი, წინა და უკანა პარკირების სენსორები, უკანა ხედვის კამერა, დისტანციურად მანქანის გაღება და დაკეტვა, ასე ვთქვათ, უსადენო გასაღებით წვდომა და მისი დაკუქვა. აქ ასევე CarPlay, აღჭურვილი არის შავი ჭერით, საკმაოდ ლამაზი სალონი აქვს, რომელსაც დამატებით უკვე დეტალებს ყველაფერს განახებთ. ის არა აქ, რადარი? რადარი არა აქვს. ანუ არსებობს უფრო მაღალი კომპლექტაციებით, მაგრამ საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის კომპლექტაციები არ შემოდის, ეს არის ყველაზე ტოპ კომპლექტაცია, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ. როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული ეგზემპლარი არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არის შემოყვანილი, თუმცა ასევე გვხვდება შედარებით დაბალი კომპლექტაცია, რომელიც აღჭურვილი არის უკვე მექანიკური გადაცემათა კოლოფით და მისთვის შესაბამისი ფუნქციებით. გადავინაცვლოთ ძრავის განყოფილებაში და ვნახოთ როგორ გამოიყურება ის 2.4 ტურბოდიზელის ძრავი, რომელზეც საუბრობთ. კაპოტი. აბა ჯერ წესერი ასახტელი აქ როგორ აქ? ჯო, სადა აქ ვაფშე? ყოჩახმარკი. ვიპოვე. ეს კაპოტი არ არის. მოიცა ეს გააღე რა მხელა. ასე გამოიყურება. აქ რაღაცა გვაკლია. ბაკის ადგილი. ჩემი აზრი არის, რომ ვინაიდან საქართველოს ბაზარს არ ჭირდება იმ ხელ ეკოლოგია და AdBlue, ანუ აქ უნდა იყოს სავარაუდოდ AdBlue შესაძლებელი. დიზელის შემთხვევაში? დიახ, დიზელის შემთხვევაში აქ იქნება მეორე ავზი, რომელიც განკუთვნილი იქნება AdBlue-ისთვის, თუმცა ჩვენთან ეკოლოგიური მოთხოვნები და განუდინარი არ არის საჭირო, ჩვენმაც არ ჭირდება, ასე რომ არის მხოლოდ Euro 5-ის სტანდარტების შესაბამისი. ეხლა კი გადავინაცვლოთ უშუალოდ ძრავის გარემოში. აბა იქნება თუ არა ეგრეთ წოდებული ამორტიზატორები. არა მგონია, ვაიმე. ვაიმე. დავიჭირო? შემიძლია ვთქვა, რომ
მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმძიმე ძრავს სახურავი ძალიან დიდი ხანია არ მინახია და რატო ამ სიმძიმე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ არის. აი, ეს არის ის აგრეგატი, რომელიც ამოძრავებს ამ მანქანას. 2 და 4 ტურბო დიზელი საკმაოდ შეიძლება ითქვას დღევანდელი გადამოსახედიდან თანამედროვე, თუმცა ამავდროულად მარტივი ძრავი არის. აღნიშნული მანქანა აღჭურვილი არის ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც არის 6 საფეხურიანი, საკმაოდ ნორმალური გადაცემათა კოლოფი, ანუ გამძლეობის მხრივ პრობლემები არ გამოირჩევა, სისწრაფის მხრივ ახლა ZF-ისნაირი ჩქარი და რაღაცა წამების მეასედებში ჩქარებს არ თავს, თუმცა თავის საქმეს, რაც ამ მანქანამ უნდა გააკეთოს, იდეალურად აკეთებს. რაც შეეხება დაკიდების სისტემას, აღნიშნული მანქანა წინა მხარეს არის დამოუკიდებელი დაკიდებით, ანუ ეგრეთ წოდებული გიტარებით, ზედაქვედა გიტარა აქვს, ხოლო რაც შეეხება უკანა მხარეს არის ხისტი, ხიდი, ეგრეთ წოდებული ბალკა, რასაც ვეძახით ხოლმე ჩვენ, რომელიც უკვე დაკავშირებული არის რესორებით და არა აქვს ამ მანქანას ზამბარა, ვინაიდან არის პიკაპის ტიპის, მსგავსი ტიპის მანქანებზე უფრო ხშირად გამოიყენება რესორი ზამბარების ნაცვლად. აღნიშნული მანქანას როგორც პაჯერო სპორტი გამოირჩევა იმით, რომ უკან ამასაც სტანდარტულად აქვს Mitsubishi-ის 9-დან 9.5 ინჩამდე ხიდი, რომელიც საკმაოდ გამძლეა, კი, ძალიან დიდია და იტანს საკმაოდ დიდ დატვირთვას, ამ მანქანა უნდა აიტანოს, იმიტომ რომ პიკაპია და გასაგებია, თუმცა სხვა საქმეებშიც, ჩვენ საქმეებში, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე თანდაც სიარული და რახტახი და ჯახჯახი კარგად გამოგადგებათ. რაც აუცილებლად სათქმელი არის ამ მანქანასთან დაკავშირებით, არის მისი შესაძლებლობები უგზოობაზე და აღნიშნული მოდელი, კონკრეტულად ეს მანქანა არის აღჭურვილი Super Select-ის 4x4 სისტემით, რომელიც მსგავსი არის პაჯერო სპორტისა, რომელიც ჩვენ უკვე გავტესტეთ, თუმცა ხელახლა ერთხელ კიდევ აგიხსნით, რას წარმოადგენს ეს სისტემა. ძირითად რეჟიმში მანქანა გადაადგილდება უკანა წამყვანით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საფარზე შეინიშნება თოვლი, ყინული ან შესაბამისად წვიმა არის, არ ვიცი, ან შედარებით მსუბუქი ტალახია, შეგიძლიათ გამოიყენოთ 4H, ანუ წინა ხიდი ჩართოთ, ოღონდ არ დაიბლოკება წინა ხიდი ხისტაც. ამის შემდეგ ექნება საშუალება, რომ ცენტრალური ხიდის ბლოკირება ჩართოთ, რომელიც 50-50 უზრუნველყოფს ძალის გადანაწილებას წინა და უკანა ხიდს შორის, ხოლო შემდეგ უკვე ყველაზე რთული რელიეფისთვის და პირობებისთვის გააქვთ დამადავლებელი გადაცემა სრულფასოვანი. ასევე ამ მანქანას გააჩნია უკანა ხიდის ბლოკირება და აქვს საშუალება, რომ ტრექშენზე, ანუ სისტემაზე, რომელიც ეხმარება ელექტრონულად მოიპოვოს კარგი მოჭიდება სხვადასხვა რელიეფზე, აირჩიოთ სხვადასხვა რეჟიმები, მაგალითად თოვლი, არ ვიცი, გრუნტიანი გზა, ქვიანი გზა თუ ასე შემდეგ, რასაც დამატებით ვიდეოში განახებთ, რომელიც აი ახლა ჩაითვალა. ამოეხლა დემონსტრაცია. ხო, წავედით. მოვედით ახლა სტანდარტულად ჩვენ ლოკაციაზე, კერძოდ თბილისის ზღვაზე, გვინდა რომ გადავიღოთ ერთ დიაგონალზე, ვნახოთ მანქანა რა ისწავს, გამოვცადოთ მისი შესაძლებლობები და ახლა განახებთ როგორ უნდა ჩავართოთ ის ყველაფერი, რაც არის საჭირო აი ამ კონკრეტულ დაბრკოლებაზე ასასვლელად. აუცილებლად გადმოგვაქვს ნეიტრალში სიჩქარე, მერე ვირჩევთ 4H-ს. ეს ვინაიდან ცოტა რთული დაბრკოლება არის, დამადავლებელი გადაცემა ჯობია რომ ჩავართოთ ცენტრალური ხიდის ბლოკირებასთან ერთად. ეხა ამ პოზიციაში უკვე ირთვება ცენტრალური ხიდის ბლოკირება და ეხა რომ დააჭერთ დაბლა და გადაიყვან თამაში, უკვე აგერ აენთება რომ გადადის 4HLC-ში, აი ხო ეგ სხვათა შორის მინუსია, ძალიან პატარაზე არის და მეც ძალიან მიჭირს ხოლმე დანახო, კი? ჩემი თვალებისთვის ძალიან პატარაზეა და ჩემი ხედულობა მაგას არ ყოფნის. შესაბამისად, ჩავერთეთ დამადავლებელი გადაცემა, ცენტრალური ხიდის ბლოკირება, უკანა ხიდის ბლოკირებას არ ვთავთ, ვინაიდან მანქანას აქვს სპეციალური რეჟიმები, ესეთი ტიპის უგზოობას სასიაროთ, ეხა ავირჩევ მე მაგალითად როკის რეჟიმს, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს ჩემი გადმოსახედიდან და მაგ რეჟიმით ვწდი. აი აქ drive mode-ს დააჭერ, ამითი ირჩევ. აი ნახეთ, ეხა რომ დააჭერთ უკვე აქ ჩაირთო დადაბლება, ჩაირთო ცენტრალური ხიდის ბლოკირება, გამოირთო სტაბილიზაციის კონტროლი, drive რეჟიმს რო დააჭერთ, არის ნორმალი და არის როკი. ამ შემთხვევაში დადაბლებაში ვირჩევთ როკს, რომელიც ყველაზე უფრო აგრესიული რეჟიმია და უფრო მეტად აძლევს ტრექშენ საშუალებას, რომ კარგად იმუშაოს. და ეხლა წავალთ უკვე იმ ცნობილი დაბრკოლებისკენ, რომელსაც ვატარებთ ხოლმე ჩვენ გასატესტ მანქანებს. წავედით. აი, მზად ვართ, მოკლედ გადმოვედით ტრაექტორიაზე, როგორც ვიგანახეთ, ყველაფერი ჩართული გვაქვს, რაც საჭირო არის აქ ასასვლელად, თავარია მანქანა რამეს არ გამოედოს და კარგად შევამოწმოთ ეხლა ისი შესაძლებლობა აქვს ამ მანქანას ამ ყველაფერი ჩართული. აბა წავედით, ხან ნელა ავალ. ესე იგი მივდივართ პირველი სიჩქარით, დადაბლება ჩართული არის. და ნელა-ნელა შევუყვებით ისე რომ არც არაფერი დავაზიანოთ, არ გვეჩქარება არსად. აღნიშნული ტიპის დაბრკოლებებზე უფრო იცდება მანქანის შესაძლებლობები, რამდენად კარგი სვლები აქვს, ტრექშენი რამდენად კარგად მუშაობს და ასე შემდეგ. ეხლა ნელა-ნელა ესე მივუყვებით
ამ აღმართს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული აღმართია. ხო, აი ნახეთ, დიდი ბაზაროა მაინც. ცოტა უჭირს, იმიტომ რომ ძალიან გრძელია ეს მანქანა. სხვა მანქანებთან შედარებით, რომლებიც აქ გაგვიწევს. აბა ეხა გაჩერდი ცოტა ხანს. შევიცვალოთ პოზიცია. გამოჩერა. აი, დავდგეთ ეხლა და აი, წავედით. კარგი. წამოდი. წავედით. ეხლა უნდა მიკარნახოს ნიკამ. როგორ წავიდე? ეგრე, სწორეთი არის. იმიტომ რომ აქ საკმაოდ რთული გზა არის. სხვა ვიდეოებს თუ ნახავთ ჩვენსაც გამოჩნდება, რამდენად რთული ასასვლელი არის, აღნიშნული ადგილი. მოდის. მივდივარ ნელა რომ რამე არ დავგზი. კი, ტრაექტორია კარგია. აი, ცოტა ოდნავ იმითი წამოვალ ინერციით. ხო, ცოტა ინერცია და ის რთული ამოსასვლელი, რომელიც აქაა დაძლეული არის. მე ვიტყოდი, რომ არც თუ ისე რთულად, იმიტომ რომ გვინახია სხვა მანქანები უფრო რთულად ამოდიან. საბოლოო ჯამში ამოხვედი. საბოლოო ჯამში ამოვედი, ვიტყვი, რომ პაჯერო სპორტი ამ აღმართზე უფრო კარგად ამოვიდა, იმიტომ რომ იმას უფრო კარგი სისტემა აქვს ტრექშენის, ანუ უფრო სწრაფად რეაგირებს, თუმცა ამ მანქანას ბაზა უფრო გრძელი აქვს, შესაბამისად შეიძლება ეს იყო მიზეზი, რომ ცოტა უფრო მეტი დახმარება დაჭირდა ტრექშენის. თუმცა ამ ტრექშენის ამ რეჟიმში ამ მანქანაზე უფრო მეტი ძალის მიცემის საშუალებას აძლევს რატომღაც და უფრო მეტია საშუალება იმის, რომ საბურავი დააბუქსავოს და მერე ერთვება ხოლმე უფრო. ეგ გამოჩნდება კარგად ვიდეოში. შეგიძლიათ პაჯერო სპორტის ვიდეოც ნახოთ, როგორ ამოვიდა ამ აღმართზე და ასევე სხვა ვიდეოები სხვა მანქანებს რო ტესტავთ ხოლმე. გადმოვინოცდეთ უკვე ინტერიერში, მოძრაობთ მანქანით, როგორც ხედავთ და პირველი შთაბეჭდილებები რაც შემიძლია გითხრათ, დღეს მთელი დღე დავდივარ ამ მანქანით და სავარძელი არის საკმაოდ კომფორტული. საჭე ძალიან მომწონს ეს საჭეები. მე მგონი პაჯერო სპორტსაც ზუსტად ესეთი საჭე აქვს და ძალიან მომწონს, ანუ კარგი საჭეა, არ გღლით. ღილაკები ძალიან კარგადაა განთავსებული. განსაკუთრებით მომწონს ამ მოდელში სალონი, Mitsubishi Pajero სპორტისგან განსხვავებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინსტრუმენტების დაფა კარგად არის გაკეთებული, ეს ანალოგები რო არის, მე ძალიან მომწონს. შუაში მონიტორია, ეს უფრო ახალია და მაგიტომაც არის უფრო კარგად გაკეთებული. კარგია რომ მიხვდნენ, რომ ის რაღაც ხევად კრისტალური ჯადო არ ჩადეს ამაშიც, იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო ლამაზია, ну ჩემთვის შეიძლება ვიღაც ის უფრო მოსწონდეს. ეგეთი ადამიანებიც არიან და ჩვენ სკოლს სანაცვლოდ ეგეთი ადამიანი. ხო, საკმაოდ ინფორმატიულია, ყველანაირი ინფორმაცია გამოდის. აქეთ ამ მხარეს გვაქვს ძირითადი ეკრანი, სადაც არის საშუალება რომ შეერთოთ ტელეფონი CarPlay-ით, ამ შემთხვევაში კაბელით არის, მაინც Bluetooth-ით შეგიძლიათ მუსიკა დაუყრათ, მაგრამ CarPlay არ გადმოდის. ეს იცი რას მაგონებს? რას? Mercedes S-Class 100 რომელი კუზაო არის, რომელიც არ 140. რაღაცნაირად ეს კაბანი. ხო, კარგი რაც არის ამ ყველაფრიდან ეკრანზე, მიუხედავად იმისა, რომ სენსორი არის, ყველაფრის ღილაკი გვაქვს, ხმის აწევა დაწევა, კლიმატ კონტროლის მართვის ღილაკები, ყველაფერი შენარჩუნებული არის ღილაკზე და არ გიჭევთ სენსორზე ესეთი ტიპის პოვნა, რომ რაღაცა გააკეთოთ. აქ გვაქვს უკანახიდის ბლოკირების ჩამრთველი, აქ სტარტ-სტოპის ღილაკი. ესაც კარგია რომ აიმე, რას დავაჭირე. USB ნახე 2 ცალია. 2 ცალია, Type-C და ჩვეულებრივი. კარგია რომ ეს სტარტ-სტოპის ღილაკი აქ გადმოიტანეს, პაჯერო სპორტს იქით ამ ხარეს ქონდა და კაი ხანი დამჭირდა ძებნა რომ ეპოვასად იყო, ასევე მეორე ადამიანი ვინც დაჭირდა იმასაც დაჭირდა ძებნა რომ ეპონასად იყო, ამიტომ კარგია რომ აქ დააღნეს. აქ ეს ისევ ბლანკად გვაქვს. აქ უკვე ჩვეულებრივად სიჩქარეების გადამრთველია, რომელიც შეგიძლიათ გადმოიტანოთ და მექანიკურ რეჟიმში გადმოდის, მექანიკურში გადმოდის. ამ მანქანას სპორტისგან, პაჯერო სპორტისგან განსხვავებით არ აქვს ეს სიჩქარეების გადასართველები საჭეზე, მაგრამ არ სჭირდება. ეს ჩვეულებრივად მოუდების ასარჩევია, ეს დაღმართს დაშვების სისტემა, ეს კი უკვე როგორც განახეთ, ხიდების ჩართვა გამორთვის სისტემა. მე მეთქვე ჩემთან მაქვს 2 ცალი. კი. ის რა ქვია, გლაუბოქსი. სათავსო. კი. რა შეიძლება თქვათ მასალებთან დაკავშირებით? მასალებს ახლა ხარისხზე ვერ გეტყვით რაღაცა სასწაულია და ასე შემდეგ, მაგრამ 100-120 რომ მიდიხართ, ხმაურის დონე საკმაოდ მისაღებია, ძრავი საკმაოდ ჩუმია, როგორც პაჯერო სპორტში, ეს აღსანიშნავია, იმიტომ რომ მე მყავს Prado დიზელი, რომელიც ძალიან აკრაკებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ძრავიდან არ გადმოდის ვიბრაცია მანქანაზე.
რაც ძალიან კარგია და ყოველდღიურ მოძრაობაში არ დაგღილით, იმიტომ რომ დამიჯერეთ მთელი დღე მანქანით მოძრაობთ, ძალიან დამღლელი არის. რაც შეეხება ამ მასალებს, ესენი არის პლასმასები, გარდა აი ამ ნაწილისა, რომელიც არის რბილი ყავის შემცველი სავარაუდოდ. კი ბატონო, ესაც არის პლასმასი, ნუ ესენი ყველაფერი აგერ პლასმასებია. და მე ეს ტენდენციას უყურებ, შავი ჭერი ძალიან უხდება, აქაც შემიძლია თქვა, როგორც ჯერ შემთხვევაში. საერთო ჯამში, ჩემი გადმოსახედიდან მე მგონია რომ ვინაიდან ეს მანქანა ახალი გენერაცია არის, უფრო მეტი არის ნაფიქრი და ის მინუსები რაც ქონდა Pajero Sports გამოსწორებულია და ჩემთვის მსგავსი ტიპის ინტერიერი უფრო მისაღები არის, ვიდრე ის ინტერიერი, რომელიც ხდება Pajero Sports-ში. ანუ აქ უფრო კომფორტულად ვიზიენ დღეს თავი, ვიდრე იქ ვიყავ. იმის მონიტორით რაღაც ესე დაცრეებული რო არის ამ ზესთან მიმართებაში. უფრო ცუდად არის გამოყენებული, აქ უკვე რაღაც თანამედროვე სტილში არის გადაწყობილი. მე ესეთი სტილის სალონები უფრო მომწონს პირადად. თქვენ არ ვიცით თუ არ მოგწონთ, დააკომენტარეთ. ეხლა მივიდივართ საკმაოდ უსწორმასწორო გზაზე და კი ხედავთ რომ არანაირი ჯაგაჯუგი, ბრაგაბრუგი და ჭახაჭუხის ხმები არ ისმის, ანუ საკმაოდ კომფორტული სალონია ერგონომიკით. კულად თუ მიუდგებით. აქ გვაქვს ჭიქების ჩასადები, გვერდებში არის ჭიქების ჩასადები, აქ შუაში კონსოლი არის, კიდევ სადაც შეგიძლიათ ჩადოთ რაღაცა ნივთები. აქ გვაქვს სათვალის ჩასადები. აი მაგარია. ხო, იქ არ დაგაკეთეთ. შენ ფონში საერთოდ აღარ გააქვს? ხო, არა. კი ბატონო, არის ყველაფერი. ხილად გადი. შენის გითხარი, ეხლა წვას რამდენს გიჩვენებს? ეხლა მთელი დღეა დავდივარ და მანქანითაც ხო დადიან ტესტ დრაივის მანქანაა და ამას დანდობას არავინ არ დაუწყებს, რომ ეკონომიურად აწევს. ეხლა თქვენთან ერთად გადავრთავ და განახებთ რამდენი არის წვა. აი ნახეთ, ვაიმე, სად წავედი? წამო. მოგაცავთ ხალხო გაცავთ. მოუხოთ. ეხლა გვანახე. ეხლა განახებთ. გვიანი არასდროს არის. აი 9 და 9? კი, 9 და 9. შემიძლია ავიდე და განახოთ, რომ 2700 კილომეტრზე არის საშუალო წვა 9 და 9. რაც არის ძალიან კარგი მე მგონი ესეთი მანქანისთვის. უტილიტარული მანქანაა, დიზელი არის, ბევრი წონის წრევა შეუულია, ქალაქშიც გამოიყენება, გზაზეც გადაადგილდება და საშუალო წვა 9 და 9. დავით ნორმალურია. Prado საშუალოდ 9 და 9-ზე მეწვავს ნამდვილად. ანახებთ როგორ ვეტევი მე ესეთი. არა ახმახი აგნებობის ადამიანი და მე თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ როგორ დაჯდებით, კი? აი ეგრე ატოჯდები ეს დასადები ფეხის ტყუილად აქ? პრადოზე ვარ მიჩვეული, ჩემი ძალიან მაღლაა და ეგრე ფრინდები ხოლმე შეგინით. შეხტოვნით. ეხლა ეს ჩემთვის არის კარგი ჯდომა. შემიძლია თქვა რომ საჭი კარგად გამოიყურება, ზოგადად სალონიც კარგად გამოიყურება, ეხლა გადავალ უკან და იქიდან გავაგრძელოთ საუბარი. ყველანაირი გასწორების გარეშე როგორც ვიჯექი წინ იმის უკან უნდა დავჯდე სტანდარტულად როგორც ვჯდებით ხო ნახოთ 1 2 დაჯდები კაც შეხტა რა შემიძლია თქვა მიუხედავად იმისა რომ მანქანა საკმაოდ გრძელია მათ შორის გრძელია Mitsubishi Pajero Sport-ზე თავს უფრო ვიწროთ ვგზნობ უკან აი ყველგან ეგრეა და ეს არის კიდე და უფრო ისეთია იწერს უფრო ხო აი ეს მუხლები უფრო ზევით მაქვს და ტანიც რაღაცა ეს ვერტიკალური პოზიციაში არის ხოლმე მოკუნჭული ვარ ანუ ეგ ჩაოლებრივი ამბავია ეს ჩაოლებრივი ამბავია გადავინაცვლეთ მოდი ახლა გადავინაცვლოთ უკვე უკანა მხარეს ვისაც ესეთი მანქანები აინტერესებს იმისთვის შეიძლება საინტერესო იყოს აქ არის განთავსებული უკანა ხედვის კამერა ლამაზად კარგად მუშაობს თავის ფუნქციას ასრულებს ეს არის უკვე უშუალოდ საბარგული სადაც შეგიძლიათ დაახლოებით 1 ტონამდე ტვირთი დადოთ და განსხვავება წინა მოდელთან შედარებით არის ის რომ საბარგულში ნივთის შედებისთვის მანქანა უფრო დაბლა არის ჩამოწეული და უფრო კომფორტული არის მასში რაღაცა ტვირთის იქნება თუ ნივთის მოთავსება. ეს შეგვიძლია ახლა დავუკეტოთ ასე. ლამაზად აქვე აქვს უკანა პარკირების სენსორები, რომელიც ძალიან კარგად გეხმარებათ სალონში გიჩვენებთ თუ რამდენი ადგილია დარჩენილი სადმე დასაპარკინგებლა. მოდი ახლა გადავინოსოთ უკვე გრუნტიან გზაზე და ვნახოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანას უკანა აქვს რესორები, ეგრეთ წოდებული, როგორ დადის და ძალიან ხო არ ჯახჭახებს, ან ძალიან ხო არ ლაღლაღებს. ეხლა გადავინაცვლებთ იქ. წინა დაბრკოლებისგან განსხვავებით ამ დაბრკოლებაზე აღარ გვჭირდება დამადებლებელი გადაცემა და ცენტრალური ხიდის ბლოკირება, ამიტომ გადაგვაქვს ნეიტრალში. ვრთავთ შესაბამის რეჟიმებს, ვირჩევთ მხოლოდ 4H-ს, რომ მართვადობა შევინარჩუნოთ. ზუსტად ამიტომ არის კარგი Super Select-ის ეს სისტემა, რომელიც Mitsubishi გააჩნია, რომ ცენტრალური ხიდის ბლოკირების გარეშე შეგიძლიათ გქონდეთ 4H და თვითონ გადაანაწილებს მანქანა სად როგორ მიაწოდოს ძალა და არ იქნება დაბლოკილი და უფრო კარგი და კომფორტული სასიარულო იქნება. აი ასეთ რელიეფებზე, მათ შორის თოვლში, სადაც არ არის
საჭირო რომ ძალა 50-50% გადანაწილდეს, ძალიან კომფორტულია ამ რეჟიმით სიარული და არ არის საჭირო ტყილა დაბლოკოთ ცენტრალური ხიდი. კაი, ეხლა მოდი წამონახოთ. აქ გავლილი გვაქვს რამდენიმე მანქანით, მათ შორის ჩვენი მანქანებითაც, წარმოუდგენლად რაღაც შექმნილი გვაქვს და აბა ვნახოთ ეხლა L200 რას იცავს, პიკაპია, უკან რესორები აქვს გაგახსენებთ და შეიძლება უფრო ისეთი იყოს, ხისტი, მაგრამ ვნახოთ აბა, წავედით. ეხლა მივდივარ, უიმე, 47 კმ/სთ მივდივარ. გრუნტიანი გზა არის, ისეთი, იჭყი-ბიჭყო. სხვათა შორის ძალიან კარგად მიდის, მინდა გითხრა, იმის კვალობაზე რო არის პიკაპი და უკან აქვს რესორები, აქ რანგლერებით ამ სიჩქარით ვერ გამოვიარეთ ვერც ერთით თან. ანუ დაინგრა იქ მანქანები და ანუ მე არ ვიცი ხა ამ მანქანას მეტი რა უნდა 53-ით მივდივარ ეხლა 46. გრძელი ბაზის ბრალია, ეგეთ სტაბილურია. არ ვიცი. როგორც Pajero Sport-ზე იყო, ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია რომ Mitsubishi-მა გამოვასწორა ინტერიერის ნაწილი, ანუ სალონში ბრაგაბრუგის და ჯახაჯუხის ხმა საერთოდ არ გვაწუხებს. ძალიან მაგმხრი ძალიან კომფორტულია სვლა. ერთადერთი ახლა რაც ირთვება არის traction-ი, ანუ სტაბილიზაციის კონტროლი, იმიტომ რომ ძალიან ჩქარა მივდიან გრუნტიან გზაზე და ფხაკაფხი თუ გაიგეთ, მაგის ხმა იქნება, თუმცა ახლა მივდივარ 55-58 სტაბილურად მიჭირავს აი ესეთ გრუნტიან გზაზე, რაც აი 60-ით მივდივარ ახლა. რაც ესეთი მანქანისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შედეგია. თან სტანდარტული დაკიდების სისტემაზე, რომელიც ხარხიდან მოყვება, თლად კარგი შედეგია. აი ხედავთ, ლამის ცალი ხელით ვატარებ მანქანას. არა და Wrangler-ზე 2 ხელით და 4 ფეხით ვიყავი მოჭიდებული, რომ აქ სტაბილურობა რამენაირად შემენარჩუნებინა. მე მგონი შენც ეგრე იყავი, ნიკა, რა სიტყვი? კი, ხა უკანა გზა. წავედით ახლა უკანა გზაზე. პირველი საბეჭდილება იქიდან გამოვლის ძალიან მოულოდნელი და კარგი იყო. და ჩემი შთაბეჭდილება არის ისეთი, რომ თითქოს ეს მანქანა უფრო შეკრული და კარგად, არ ვიცი, დაკონფიგურირებული არის ესეთ გზასასიარულოდ, ვიდრე Pajero Sport-ი. ანუ მე რაღაც უფრო უკეთესი შეგრძნებები დამრჩა, ვიდრე იმ მანქანაზე, არ ვიცი, ნიკა შენ რა სიტყვი მაგასთან დაკავშირებით, თუმცა ნამდვილად ანუ აი ეხლა საკმაოდ დიდ იმას გადავახით ესეთ რაღაცას და ძალიან ანუ არ არის, ვერ ვიტყვი, რომ არ არის კომფორტული ესეთ გზასიარული რა. საკმაოდ ნორმალური სასიარულო არის. ეს გზაზე წნევები სტანდარტულია, არ დაგვიშვია საბურავები, ანუ რო დაუშვათ მე კიდე უფრო კომფორტული გახდება. აი რა ვიცი, 43, 45, 50, 55 აგერ ჩანს სპიდომეტრი, ანუ ჩვეულებრივად. ძალიან აი იქ ცოტა მეტი ჩახტომა იყო, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული რომ ან კონტროლი დავკარგოთ, ან რამე ჩვეულებრივად აგზელოს მანქანას სულას. აქ ჩვეულებრივად მივდივართ. ხო, არა, შეიძლება იმის ბრალია რომ უბრალოდ ეს ხო უფრო ახალი მოდელია რეალურად. კი, რეალურად არის ეს ანუ გამოვიდა ისე რომ ეს არის შემდეგი თაობა, ასე ვთქვათ, და ეხა Pajero Sport-ი უნდა დააწიონ ამ თაობას. სავარაუდოდ 26 წელს გამოვაკიდეთ უკვე ახალი გენერაცია და ნუ მე ვნახოთ იმ მანქანასაც გავუტესტავთ. მე პირადად სიამოვნებით გავუტესტავთ. ხო, აი ესეთი იყო გრუნტზე ამ მანქანის სიარული. რაც შეეხება ეხა აღნიშნული მანქანის მომზადებას უკვე უგზოობისთვის, ანუ ჩვენი სფეროსთვის გამოსაყენებლად, საქართველოში და ზოგადად ბევრგანაც სოფლიოში არის საკმაოდ გავრცელებული მიმდინარეობა, რომ პიკაპებს უფრო კარგად ამზადებენ ხოლმე უგზოობისთვის რა, ნუ ექსპედიციებისთვის, სადაც ჩვენ დავდივართ, ვიდრე სტანდარტულ მანქანებს. მაგალითად საქართველოში ჩვენ ყავს მეგობრები, ვისაც პიკაპები ყავთ, ძალიან მოსწონთ და ეკომფორტულებათ ეს ყველაფერი. ამ მანქანის მომზადება საკმაოდ კარგად არის შესაძლებელი, საკმაოდ პოპულარული არის სხვადასხვა ქვეყნებში, მსოფლიოში და არის ძალიან ბევრი აქსესუარები, როგორც Mitsubishi Pajero Sport-თან დაკავშირებით, ანალოგიურად, შეგიძლიათ, არ ვიცი, ნებისმიერი ტიპის გადაკეთება გააკეთოთ. ამ მანქანაზე 32-იანი საბურავები სტანდარტში ვედგება ყველანაირი გადაკეთების და ჩარევის გარეშე, ხოლო რაც შეეხება 33-იან საბურავებს, აუცილებლად დაგჭირდებათ ლიფტი, მისი აწევა და შესაძლოა მცირე ჩარევა დაჭირდეს წინა მხარეს, ან უკანა მხარეს, რომ სადმე საბურავი თუ მოედო, დაუკორექტიროთ, რომ როგორ მივჭრათ, ხო, მე ვცდილობდი კორექტულად მეთქვა, მაგრამ ნუ ნიკანაუსა მიაჩაკუჩა ესე პირდაპირ. კი ბატონო. ხო, ასევე ბევრი მოდიფიკაცია შეგიძლიათ გააკეთოთ უკანა მხარეს, არ ვიცი, კუნგი გავუკეთოთ თლიანი, მე იმ კუნგზე და აი ამ ჭერზე გააკეთოთ დიდი კარავი, სადაც შეხვალთ და დაიძინებთ, ან არ ვიცი, აქ რაღაცა შესაბამისი უჯრები გააკეთოთ, არ ვიცი. ანუ ყველანაირად გამოიყენება უგზოობაზე ეს. თუმცა აუცილებელი იქნება ალბათ ის, რომ რაღაცა ტიპის დატვირთვა ამ ადგილს მისცეთ, იმიტომ რომ უგზოობაზე ვინაიდან ძალიან მსუბუქი არის უკანა მხარე, ვინაიდან წონა არ ადევს ეს აღნიშნული უკანა მხარე, მიდრეკილი
მართალია იქითკენ გაიქცეს, გამოიქცეს, ან ხშირად დაბუქსავდეს, ამიტომ წონას თუ დაუდებთ ზევიდან რაღაცა ტიპის წონას, ნამდვილად არ იქნება ცუდი. ეს ძალიან მოკლედ, რაც შეიძლება ვთქვათ, მომზადებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე დამატებით კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დააკომენტაროთ აქ და დეტალებს უკვე კომენტარებში გეტყვით და დამატებით აგიხსნით. მოდი ახლა ვნახოთ, რა შეუძლია ამ მანქანას სტანდარტულ რეჟიმში თავისი ძრავით და გადაცემათა კოლოფით რამდენ წამში აჩქარდება 100-მდე. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, შევადარებთ მანამდე არსებულ ჩვენი მეებს, რა ქვია, გაზომებს. ყველაზე ახლოს ალბათ ამასთან არის Prado, ჩემი მანქანა, რომელიც 13 ნახევარში იღებს 100 კილომეტრს, რომელიც გაზომილი გვაქვს, მაგრამ არ დაგვიდიო ვიდეო, მაგრამ ესა გეუბნებით და Mitsubishi Pajero Sport, რომელიც გავზომეთ 12 და 4-ში იღებდა 100. ხო, ესე იყო. კი. ხო, შენი მანქანა იღებდა 10 ნახევარში 33-იან საბურავებზე და არ ვიცი, ნახოთ აბა ეს პიკაპი რა სწავს. სავარაუდოდ ალბათ უფრო სწრაფი იქნება Pajero Sport-ზე, იმიტომ რომ შედარებით მსუბუქი არის. ამ მანქანის წონა დაახლოებით არის 2 ტონა და 100 სხვადასხვა მოდიფიკაციების მიხედვით, გააჩნია გადაცემათა კოლოფს, ასე ვთქვათ, ოპციებითაა დატვირთული. Pajero Sport-ი ოდნავ მძიმე არის მაგასთან შედარებით. აი, წავედით ახლა ვნახოთ რა შეუძლია. გეტყვი, რომ ახვალ 100 მე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა აჩქარებაში პიკაპისთვის და ესეთ ტიპის მანქანისთვის. განსხვავებით Pajero Sport-ისგან, რომელიც აჩქარდა 12 და 4-ში, ეს მანქანა ჩქარდება 11 და 13-ში, ხო? ნახევარი მანქანა აკლია და ხო, ნახევარი მანქანა აკლია, უფრო სწრაფია, საერთო ჯამში ქალაქის რეჟიმის სასიარულოდ ძალიან კომფორტული სიმძლავრეა. მათ შორის გზაზეც სრულებით ყოფნით და არ გაქვთ განცდა, რომ სადმე ან გასტრებაზე ვერ გახვალთ, ან რაღაცა მანევრს ვერ გააკეთებთ. ინაღა მანიოვერი ვთქვი, მანიოვერი. ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ ვინც მიხვდება, ის მიხვდება მანიოვერს. ეხლა ნელ-ნელა უკვე შეფასებისკენ და ჩამოვთვალოთ ჩვენი თვალით დანახული პლუსები და მინუსები და ეხლა აქ არ გავკითხოთ, ეს არის ჩვენი თვალით დანახული პლუსები და მინუსები და ვინმეს რაიმე თუ მოგწონთ არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაკომენტაროთ დამატებით. ხო, ალბათ პლუსებიდან ვიტყოდით იმას, რომ ჩვენი ბაზრიდან გამომდინარე ახალი მანქანის ყიდვა თუ გინდათ, თან პიკაპის, თან ავტომატიკის და თან რაღაცა შესაბამისი ოპციები რო ქონდეს, ან მექანიკის, რომელიც უფრო დაბალ ბიუჯეტიანია, საკმაოდ კარგი ვარიანტია იმ კუთხით, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს სხვა ახალ მოდელებთან ერთად. ასევე შეიძლება ითქვას ამ კონკრეტულ მოდელზე, რომ პრინციპში თანამედროვეობას რაღაცნაირად ფეხი აუყოლა ამ მანქანამ, იმიტომ რომ აქვს ყველაფერი ის მინიმალური კომფორტები, რაც გჭირდებათ ყოველდღიურობისთვის, ქალაქში გადასაადგილებლად თუ გზაზე გადასაადგილებლად. ასევე რაც შეიძლება ითქვას ალბათ არის ის, რომ Mitsubishi-მა რაღაც ეტაპზე დაინახა ის პრობლემები, რომელიც ჰქონდა და იმუშავა ამ ყველაფერზე. მეც და ნიკასაც ყოლია Pajero 3-ები, ასევე გვივლია ბევრი Pajero 4, აკოს ყავს Pajero 4 და აი რომ დადიხართ გრუნტიანადაზე გონია რომ მანქანა იშლება და ყველაფერი უნდა მოძრეს. რაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მანქანაზე ეგრე არა, სალონი საკმაოდ კარგად არის შეგრული, არაფერი არ ჭრიჭინებს, არ ბიხინებს, არ ბრაგებს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესეა 2000 კილომეტრია გავლი. ეხლა 200.000 რო გაივლის, შეიძლება რაღაცეები აჭიკჭიკდეს და აჩხარუნდეს, მაგრამ მე 200.000 რო გაივლის, მე ჩავწეროთ კიდე ხელახლა რევიუ და ვნახოთ როგორ იქნება. ხო.
მოდი ახლა გადავიდეთ მინუსებზე, ну, ჩემი თვალით დანახული მინუსები ახლა რაღაცა ბევრი არ ვიცი რა შეიძლება თქვა, მაგრამ მაგას მაინც ვიტყვი. ერთი არის ის, რომ მაჩვენებელთა დაფაზე საკმაოდ პატარა აი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც თვალებიდან ვეღარ იყურება წესიერ, აი იმდენად პატარაზე აწერია კონკრეტულად რომელ მოუჩი გაქვთ ჩაგდებული, ანუ უკანა წამყვანით დადიხართ, ეკონომ რეჟიმია ჩართული, ნორმალია ჩართული თუ რაღაცა, რომ აი არის თვალები რო არ გადმომეყაროს, ალბათ ვერ დავინახავდი მაგ ყველაფერს. თან ისე მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს. რაღაც მომენტში კი ხილაკზე შემთხვევით დაჭერით, რომ ვერ დაინახოთ ფიზიკურად. ну, ჩემნაირი ადამიანისთვის ძალიან რთულია მაგის დანახვა. რაც შეეხება მეორე მინუსს, ალბათ იქნება მეორე მინუსი ის, რომ არის მაინც პიკაპი და უკანა მხარეს რაც არ უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნორმალურად და არ ბრაგაბრუկობს და მაინც დისკომფორტი არის. გზაზე სწრაფად სიარულისაც რაღაც თავისი რაღაცები ახლავს, ხასიათი ახლავს კი უკან რესორებს და წონა რო არა აქვს ეგეთი მანქანას და რაღაცა წამორტყმები იცის ხოლმე მოკლედ უკანა მხრიდან. ეს რაც შეეხება მინუსებს. დანარჩენ მინუსებთან დაკავშირებით ველოდებით აი თქვენ კომენტარებს, აბა თქვენ რა მინუსებს დაინახავდით კიდე ამ მანქანაში. დაგვიწერეთ, იმიტომ ჩვენთვის საინტერესოა, რომ მე შეიძლება სხვა მანქანების განხილვა ცოტა სხვანაირი თვალით შევხედოთ და გამოვიდეთ იმ რაღაც ჩვენი პრიზმიდან, როგორი პრიზმითაც უყურებთ ამ ყველაფერს. წავიდეთ დასასრულისკენ. წავიდეთ დასასრულისკენ. მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მაყურებელს, მადლობა გადაუხადოთ Mitsubishi Motors ამ მანქანის თხოვებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ სხვა კომპანიებთან გავაგზავნებთ თანამშრომლობას და სულ საინტერესო მიმოხილვებს შემოგთავაზებთ. ვიცით უკვე რამდენიმე მანქანა, რომელიც ძალიან გინდათ, მაგაზე ვმუშაობთ და ვეცდებით, რომ მალე შემოგთავაზოთ მაგ მანქანების განხილვები. ხო, და დაგვიწერეთ რა დავამატოთ, უფრო რაზე გავაკეთოთ აქცენტი. როგორც ხედავთ, ძალიან დიდ ტექნიკურ დეტალებში არ შევდივართ, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს და მაინც გითხარით რაღაცა შეგვისწოროთ. თუმცა მგონია, რომ ძირითადი რაც მანქანის შესახებ უნდა იცოდეთ, ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი პროფილიდან გამომდინარე, მე მგონი ყველაფერს ვიზახთ. მაგრამ მაინც რამე თუ გენდობათ დაგკომენტარეთ. აბა, მადლობა და დროებით. დროებით.